თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს ისეთი ადგილი, სადაც მამაკაცებს თავს უხერხულად, არასასურველად და დამცირებულადაც კი აგრძნობინებენ? წარმოიდგინეთ, რომ მე-20 საუკუნის 70-იან წლებში მცხოვრები რომანტიკული მამაკაცი ხართ, რომელსაც საყვარელი ქალისთვის თეთრეულის ყიდვა სურს. მიდიხართ ქალის თეთრეულის მაღაზიაში, თუმცა იქ მომსახურე პერსონალი არასათანადო ყურადღებას გაგცევთ და უფრო მეტიც, თავს არასასურველ სტუმრად გაგრძნობინებთ. რას გააკეთებდით ამ დროს? დარწმუნებული ვარ, უმეტესი თქვენგანი უბრალოდ ადგებოდა და უკმაყოფილო დატოვებდა მაღაზიას. მაგრამ აი ამერიკელი როი რეიმონდისთვის, რომელსაც ზუსტად ეს ამბავი გადახდა, ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი აღმოჩნდა და 1977 წელს მან ქალის თეთრეულის მაღაზია გახსნა, რომელსაც დღეს ყველაზე კაშკაშა და ბრჭყვიალა ბრენდის Victoria's Secret-ის სახელით ვიცნობთ. გამარჯობა, მე ხატია ვარ და დღეს გიყვებით ჩვენი დროის ყველაზე ნათელმტკიცებულებაზე იმისა, რომ ყველაფერი ისე არ ბრწყინობს, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. იცოდით, რომ Victoria's Secret-ის დამფუძნებელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა? თუმცა სანამ ამ ამბავს უფრო დეტალურად მოგიყვებოდეთ, მანამდე მოდით დავიწყოთ თავიდან და იმით, თუ როგორ შეიქმნა ბრენდი. როგორც გითხარით, ამერიკელ როი რეიმონდს სურდა ცოლისთვის თეთრეული ეყიდა საჩუქრად. მივიდა მაღაზიაში, თუმცა იქ თავი იმის გამო, რომ მამაკაცი იყო, არასასურველ სტუმრად აგრძნობინეს. დამხვდა ტანსაცმლის თაროები, საკმაოდ უშნო ყვავილების პრინტით გაფორმებული თეთრეული და განცდა მქონდა, რომ მაღაზიის გამყიდველები არასასურველად მთვლიდნენ, რადგან ქალის თეთრეულის ყიდვა მსურდა. იხსენებდა როი Newsweek-თან. თეთრეულით ვერა, მაგრამ მშვენიერი იდეით კი დატოვა ის მაღაზია. და გადაწყვიტა გაიხსნა ქალის თეთრეულის ისეთი მაღაზია, სადაც მამაკაცებიც კომფორტულად იგრძნობდნენ თავს. თანხის ნაწილი მეუღლისგან, ნაწილიც ბანკისგან ისესხა და ასე გაიხსნა კალიფორნიაში Victoria's Secret-ის პირველი მაღაზია. რასაც ახლა გეტყვით, შეიძლება ბევრმა თქვენგანმა არ იცოდეთ. თვით იმ მოდელებსაც კი, რომლებმაც Victoria's Secret საკულტო ბრენდად აქციეს, ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ იმის შესახებ, თუ რატომ ჰქვია ბრენდს Victoria's საიდუმლო. აი მაგალითად, ნახოთ ვიდეო Cindy Crawford-ის Instagram-დან, სადაც მოდელებს ეკითხებიან მათი აზრით, რატომ ჰქვია ბრენდს ეს სახელი. მოდით ჯერ მათ პასუხებს მოვუსმინოთ. კი, მაგრამ ვინ არის ეს ვიქტორია? არა, არც მოდელი და არც დამფუძნებლის ცოლი. სახელი მე-19 საუკუნის დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას უკავშირდება. ამ პერიოდის ესთეტიკამ გავლენა მოახდინა მოდაზე, ვიქტორიანული ეპოქის სტილი 10 წლეულების განმავლობაში განსაზღვრავდა მოდას. როი რეიმონდს სურდა, რომ ვიქტორიანული ეპოქის დახვეწილობის განცდა შეექმნა, Secret კი, რა თქმა უნდა, დაფარულთან და საიდუმლოებით მოცულთანაა დაკავშირებული. ასე დაიწყო მოდის ინდუსტრიაში ყველაზე ბრჭყვიალა ისტორია. მაღაზია, სადაც ქალის თეთრეული იყიდებოდა, ყველას ყურადღებას იპყრობდა და საინტერესო ისაა, რომ ბრენდინგი მამაკაცებზე იყო გათვლილი. უნიკალური მიდგომის წყალობით გახსნიდან პირველ წელს $500,000 მოგება ნახა. კალიფორნიაში პირველი მაღაზიის გახსნიდან მალევე როიმ დამატებით 5 მაღაზია გახსნა. გარდა ამისა, გამოუშვა თეთრეულის 42 გვერდიანი კატალოგი და ამ კატალოგის გაყიდვა დაიწყო. კომპანიის წლიურმა შემოსავალმა 1982 წლისთვის უკვე $6 მილიონ მიაღწია. მაგრამ ამ რიცხვმა არ მოგვატყუოს. მიუხედავად ასეთი წარმატებისა, როი ბედნიერი არ იყო. მან ბრენდის გაყიდვა გადაწყვიტა და ალბათ იკითხავთ, რატომ? თუ კი ბრენდი ასეთი მომგებიანი იყო, რატომ უნდა გადაეწყვიტა მის დამფუძნებელსა და მფლობელს მისი გაყიდვა? ამ თემაზე ბევრ განსხვავებულ ინფორმაციას წაიკითხავთ, მაგრამ მე ახლა ყველაზე სარწმუნოს გაგაცნობთ. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, მიუხედავად წარმატებისა, Victoria's Secret-ს არ ჰქონდა საკმარისი მოგება, რომ მნიშვნელოვანი ზრდა შეენარჩუნებინა. რეიმონდმა გახსნა მრავალი მაღაზია და აწარმოებდა კატალოგებს, რომელთა დაბეჭდვა და გავრცელება ძვირიჭდებოდა. ფინანსური ზეწოლა იზრდებოდა და მას კაპიტალი სჭირდებოდა. როი აცნობიერებდა, რომ ბრენდს სჭირდებოდა გაფართოება, მაგრამ მას არ გააჩნდა რესურსები და გამოცდილება, რომ შემდეგ ეტაპზე გადასულიყო. ამიტომ უბრალოდ ადგა და გაყიდა. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მალე მყიდველიც გამოჩნდა და მან $1 მილიონი შესთავაზა, რაც იმ პერიოდისთვის ძალიან მომგებიან და სარფიან გარიგებად მოჩანდა. სანამ ბრენდის ახალ სიცოცხლეზე მოგიყვებოდეთ, მანამდე როის ტრაგიკულ ბედზეც ვთქვათ. Victoria's Secret-ის გაყიდვის შემდეგ როის ფინანსური წარუმატებლობა გრძელდებოდა. მას ბევრი სხვა კომპანია ჰქონდა და დროთა განმავლობაში დიდი ვალის წინაშე აღმოჩნდა, რომლის
დაფარვასაც ვეღარ ახერხებდა. საბოლოოდ 1993 წელს ის სან-ფრანცისკოს Golden Gate-ის ხიდიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ახლა დავუბრუნდეთ ჩვენს მთავარ თემას და ისტორიის იმ ნაწილს, თუ როგორ მოიპოვა ბრენდმა დიდება და რა იმალება ამ დიდების მიღმა. ბრენდი $1 მილიონ ქალის ტანსაცმლის მაღაზიების ქსელის ლიმიტედის მფლობელმა ლესლი ვექსნერმა იყიდა. ბრენდში მან უდიდესი პოტენციალი დაინახა, მაგრამ მაშინვე გადაუხვია თავდაპირველ კონცეფციას და როისგან განსხვავებით აქცენტი ქალ მომხმარებელზე გადაიტანა. Victoria's Secret-ის პროდუქტებმა დაიწყო პოზიციონირება როგორც რაღაც განსაკუთრებულმა და ფუფუნების საგნებმა. მალე კომპანია ნამდვილ იმპერიად იქცა. 10 წელზე უფრო ნაკლებ დროში კომპანიის ღირებულება თითქმის $1 მილიარდი იყო. 1998 წელს ბრენდმა წარადგინა კონცეფცია Victoria's Secret-ის ანგელოზები. წარმოუდგენლად პოპულარული გახდა მათი რეგულარული ჩვენებები და ბრენდი მთელმა მსოფლიომ გაიცნო. ეს უკვე მხოლოდ თეთრეულს აღარ ეხებოდა. Victoria's Secret-ი მოდის ინდუსტრიაში ინფლუენსერი გახდა, ხოლო მოდელები, რომლებიც მის შოუზე გამოდიოდნენ, წარმატების განსახიერება. მოდელისთვის აქ მოხვედრა და წლის მთავარ შოუზე გამოსვლა კარიერის მწვერვალად ითვლებოდა და გარდა ამისა, ეს იყო გზა ვარსკვლავ მოდელად გახდომისკენ. თუმცა ამ ყველაფრის მიღმა მართლაც იმალებოდა დიდი საიდუმლო. კომპანიის შიგნით ორი ძლევამოსილი მამაკაცის სახელთან არის დაკავშირებული მიზოგინია, ბულინგი და მოდელების შევიწროება. ამას ადასტურებს ყოფილ და ამჟამინდელ თანამშრომლებთან აღმასრულებელ რგოლში კონტრაქტორებთან და მოდელებთან ინტერვიუები, სასამართლოს ჩანაწერები და სხვა დოკუმენტები. ვინ არიან ეს მამაკაცები? თავად მფლობელი ლესლი ვექსნერი და ედ რაზეკი, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში იყო Victoria's Secret-ის მშობელი კომპანიის L Brands-ის აღმასრულებელი დირექტორი. როგორც შემდეგ გაირკვა, რაზეკი იყო ის ადამიანი, რომელიც ავიწროებდა, აბულინგებდა მოდელებსა თუ ბრენდის სხვა პერსონალს. ლესლიმ კი იცოდა ამის შესახებ და უბრალოდ ჩუმად იყო. ერთ-ერთი ასეთი მოდელი, რომელიც რაზეკის მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა, ენდი მოისი იყო. ხოლო მას შემდეგ რაც რაზეკს უარი უთხრა, ბრენდმა მოდელთან თანამშრომლობა შეწყვიტა. რაზეკი ინდუსტრიაში აჩენდა განცდას, რომ თითქოს ის უძლეველი იყო. მოდით ახლა ცოტა უფრო ვრცლად ვისაუბროთ ედ რაზეკის პერსონაჟზე და იმაზე, თუ რა როლი ჰქონდა მას კომპანიაში. ედ რაზეკი უმნიშვნელოვანესი ადამიანი იყო კომპანიის ისტორიაში. უდიდესია მისი როლი ბრენდის იმიჯისა და მარკეტინგული სტრატეგიის ჩამოყალიბებაში. სილამაზი სტანდარტები, რომელმაც 10 წლეულების განმავლობაში მოიცვა მსოფლიო, სწორედ ედ რაზეკმა დაამკვიდრა. რაზეკმა შექმნა ბრენდის იდენტობა, მაგრამ მისი ყველაზე დიდი მემკვიდრეობა არის Victoria's Secret-ის ყოველწლიური შოუ, რომელსაც მილიონობით ადამიანი წლიდან წლამდე ელოდება ხოლმე და რომელიც გლობალურ ფენომენად იქცა. მუდმივი ხომ ამ სამყაროში არაფერია და 2018 წელი იყო ის თარიღი, როცა ედ რაზეკის პერსონაჟ ჩრდილი მიადგა და საბოლოოდ ყველაფერი მისი დაცემით დასრულდა. 2018 წელს მან Vogue-თან ინტერვიუში თქვა, რომ ტრანსგენდერი მოდელები და პლუს ზომის მოდელები არ შეესაბამება იმ ფანტაზიას, იდეას, რომელსაც Victoria's Secret ყიდის. წარმოიდგინეთ, რამხელა კრიტიკა მოჰყვებოდა ამ განცხადებას, როცა ისედაც წლების განმავლობაში უკვე გვესმოდა ბრენდის კრიტიკა იმის გამო, რომ პლუს ზომის მოდელებსა და ტრანსსექსუალებს არ ეძლეოდათ შოუზე გამოსვლის საშუალება. მედიაში მაშინ იწერებოდა, რომ ბრენდის კამპანია აგებული იყო არა იმაზე, თუ რა სურთ ქალებს, არამედ ეს უფრო მამაკაცური ფანტაზიების რეალიზებას გავდა. გარდა ამისა, Victoria's Secret-ის როგორც პრობლემური ორგანიზაციის სურათ ემატებოდა მისი მფლობელის ლესლი ვექსნერის კავშირები ჯეფრი ეპშტეინთან. ამბავი ასეთია, ჯეფრი ეპშტეინმა, რომელიც ლესლი ვექსნერის, ანუ Victoria's Secret-ის მფლობელის სრულ ქონებას განაგებდა, პირადი ასისტენტი იყო ფულის მართვის საკითხებში, მარტივად რომ ვთქვათ, რამდენიმე ქალს მოატყუა, რომ ის დაეხმარებოდა Victoria's Secret-ის შოუზე გამოსვლაში. ნახეთ არაგვერიოს. ეპშტეინი მართავდა ლესლი ვექსნერის სრულ ქონებას. იყო მისი პირადი ასისტენტი. თუმცა მას არ ჰქონდა კავშირი უშუალოდ Victoria's Secret-ის მარკეტინგთან, მართვასთან, მოდელების შერჩევასთან, შოუს დადგმასთან და ასე შემდეგ. New York Times-ის გამოძიების მიხედვით 1995 წლიდან 2016 წლამდე პერიოდში ეპშტეინი ატყუებდა მოდელებს, თითქოს Victoria's Secret-ისთვის მუშაობდა და შეეძლო მათ დახმარებოდა შოუზე მოხვედრაში. ქალებს ის აუდიენციაზე ეპატიჟებოდა.
რაც იმით მთავრდებოდა, რომ შემდეგ თავს ესხმოდა და სექსუალურად ავიწროვებდა. ამის შესახებ საუბარი არის ეპშტეინის საქმის სასამართლოს მასალებში, საიდანაც ნაწილი New York Times-მა თავის საგამოძიებო სტატიაში გამოაქვეყნა. ერთ-ერთი ქალი, ჯეინ დოი, ეპშტეინის საქმის განხილვაზე იხსენებდა. მთელი ჩემი დანაზოგი დავხარჯა იმისთვის, რომ მზად ყოფილიყავი კასტინგისთვის, მაგრამ კასტინგზე კი არა, პროსტიტუციაში ამოვყავი თავი. ისეთი განცდა მქონდა, რომ ჯოჯოხეთში ვიყავი. ელ ბრენცის Victoria's Secret-ის მშობელი კომპანიის სამი ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ამბობდა, რომ ლესლი ვექსნერმა იცოდა იმის შესახებ, რასაც ეპშტეინი აკეთებდა Victoria's Secret-ის სახელით, თუმცა ვექსნერი ამას უგულებელყოფდა. როდესაც ეპშტეინი დააპატიმრეს, კომპანია ელ ბრენცში განაცხადეს, რომ დირექტორთა საბჭოს მოთხოვნით დაიქირავეს იურიდიული ფირმა საკითხის საფუძვლიანად შესასწავლა. როგორც იცით, ჯეფრი ეპშტეინმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ციხეში, რაც შეეხება ელ ბრენცის შიდა გამოძიების შედეგს ის არასდროს გასაჯაროებულა. ლესლი ვექსნერი ამბობდა, რომ მას ჯეფრი 2007 წლის შემდეგ აღარ ჰქონია ურთიერთობა. რაც შეეხება ედ რაზეკს, მოდელების ნაწილი მოგვიანებით იხსენებდა, რომ რაზეკი მათ ხშირად ახსენებდა, რომ მათი კარიერა მის ხელში იყო. მე შემიძლია შენგან ანგელოზი შევქმნა, ან მთლიანად დაგამსხვრიო. აი ასეთი კაცია რაზეკი. ასე ახასიათებდა Victoria's Secret-ის ყოფილი მოდელი ალისა მილერი ედ რაზეკს. ზოგჯერ კასტინგებზე რაზეკი მოდელებს თხოვდა, რომ კალთაში ჩასხდობოდნენ, ზოგს პირად ვახშამზე ეპატიჟებოდა. ერთ-ერთი, ვინც ვახშამზე მიიწვია, მოდელი მუისი იყო. 2007 წელს 19 წლის გოგონა რაზეკთან დაპატიჟეს. ის ამბობს, რომ აღფრთოვანებული იყო მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მამაკაცს და პროფესიული ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობით. ქალი იხსენებს, რომ რაზეკმა მანქანაში მისი კოცნა სცადა, მოდელმა უარით უპასუხა. თვეების განმავლობაში ინტიმური შინაარსის მესიჯებს უგზავნიდა, ქალი წერილებში თავაზიან ტონს ინარჩუნებდა. როდესაც კიდევ ერთხელ დაპატიჟა სადილზე, მოდელმა არ მიიღო შეთავაზება, რის შემდეგაც 2008 წელს შოუდან მოხსნეს. არაერთი ქალი ყვებოდა მსგავს ისტორიას, მათ შორის ზოგიერთი იმასაც ამბობდა, რომ ედ რაზეკი შეურაცხყოფას აყენებდა მცირეოდენად მომატებული წონის გამოც კი. ერთ-ერთ მოდელს კი ბევრი ადამიანის თანდასწრებით უთხრა, რომ პური აღარ ეჭამა. ამ ყველაფრის ფონზე 2019 წლის აგვისტოში 71 წლის ასაკში ედ რაზეკმა ბრენდი დატოვა. ის მედიაში გამოქვეყნებულ ბრალდებებს უარყოფდა. ბრალდებები კატეგორიულად არ შეესაბამება სიმართლეს. კონტექსტიდანაა ამოღებული. მე გამიმართლა სოფლიო დონის უამრავ მოდელთან და ნიჭიერ პროფესიონალთან მუშაობით და ვამაყობ ურთიერთპატივისცემით, რომელიც გვაქვს ერთმანეთის მიმართ, ამბობდა რაზეკი. ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ამ პერიოდში მის მიმართ არც ერთ მოდელს არ გამოუხატავს მხარდაჭერა. თუმცა მედიაში ნახავთ ამ სკანდალამდე გამოქვეყნებულ ინტერვიუებს სხვადასხვა მოდელებისას, სადაც ისინი მადლიერებით საუბრობენ როგორც ლესლი ვექსნერის, ასევე ედ რაზეკის შესახებ, განსაკუთრებით ედ რაზეკის შესახებ და მას უმადლიან თავიანთ წარმატებას. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ბრაზილიელი სუპერმოდელის ჟიზელ ბიუნთენის ინტერვიუები. მას არაერთხელ უთქვამს მადლობა საჯაროდ ედ რაზეკისთვის და ყოველთვის მადლიერებით მოიხსენიებდა ამ ადამიანს უშუალოდ გახმაურებულ სკანდალამდე. აი მაგალითად 2017 წლის ინტერვიუში რას ამბობდა ჟიზელი ვნახოთ. ჩემს მეგობარს ედ რაზეკს, რომელმაც მე Victoria's Secret-ში მომიყვანა, ჰქონდა იდეა, რომ გაეკეთებინა შოუ მოდელების მონაწილეობით. ეს ყველაფერი მისი იდეა იყო. ძალიან მადლიერი ვიყავი მისი. თავს ისევ გრძნობდი როგორც ოჯახში. მაშინ 19 წლის ვიყავი. 2019 წელს ბრენდში განაცხადეს, რომ ყოველწლიური შოუ აღარ გაიმართებოდა. მას ბევრი მიზეზი ჰქონდა, მათ შორის რეიტინგის შემცირება და ის სკანდალები, რის შესახებაც გიამბეთ. 2020 წლის თებერვალში კომპანია აქციების გაყიდვის შესახებ განაცხადა. Victoria's Secret-ის აქციები კერძო საინვესტიციო ფონდმა $525 მილიონ იყიდა. ელ ბრენდსმა შეინარჩუნა 45%-იანი წილი, საბოლოოდ ეს გარიგება ერთ წელიწადში გაუქმდა. 2021 წელს ელ ბრენდსმა გადაწყვიტა, რომ ის საერთო მიზნებს Victoria's Secret ვეღარ პასუხობდა, ამიტომ Victoria's Secret დამოუკიდებელ კომპანიად ჩამოყალიბდა, მისი აქციები კი ინვესტორებს გადაეცათ. 2021 წელს მენეჯმენტმა ბრენდის პოლიტიკის შეცვლა დაიწყო. 2024 წელს ცნობილი შოუ დაბრუნდა, რომელიც ინკლუზიური იყო. გამოვიდნენ პლუს ზომის მოდელები და ასევე ბრენდის ისტორიაში პირველად გამოვიდა შოუზე ტრანსსექსუალი მოდელი. მიუხედავად ამისა, ბევრისთვის ეს უბრალოდ ფორმალობა იყო. 10 წლეულების განმავლობაში Victoria's Secret-ი ყიდდა ბევრად უფრო მეტს, ვიდრე ქალის თეთრეულია. ის ყიდდა სილამაზის იდეას, ფანტაზიას. რა იყო ის ჩვენთვის, გოგოებისთვის? თუ მიყურებენ ის გოგოები, რომლებიც Victoria's Secret-ის ანგელოზების გამოსვლას წლიდან წლამდე მოუთმელად ელოდნენ ხოლმე, დარწმუნებული ვარ, მათი ნაწილი მაინც, როგორი მაღალი თვითშეფასებაც უნდა ჰქონდათ, ამ მოდელების შემხედარე გარკვეულწილად თავს არასრულფასოვნად და არასრულყოფილად
გრძნობდნენ. თემაზე არაერთი კვლევაც მომზადდა, სადაც საუბარი იყო თუ როგორ იწვევდა ახალგაზრდა გოგონებში არასრულფასოვნების კომპლექსს, შფოთვას და ასე შემდეგ. ბენდმა იდეალური ქალის ერთგვარი ნარატივის შექმნა, რაც დანარჩენ ქალებში ერთგვარ წნეხს იწვევდა და თავს არასაკმარისად აგრძნობინებდა. თითქოს დედამიწაზე ქალები ორ ნაწილად იყოფოდნენ. ვიქტორია სიკრეთის ანგელოზები, არა ამქვეყნიურად ლამაზი მოდელები და დანარჩენი ქალები. მიუხედავად კრიტიკისა, არაერთი წინააღმდეგობრივი შეხედულებისა, ვიქტორია სიკრეთი გახდა კულტურული სახე იმ ეპოქის, როცა ფიზიკური სრულყოფილება ქალის ღირებულების მთავარ საზომად აღიქმებოდა. დღეს ვიქტორია სიკრეთი ცდილობს ახალი ამბავი მოყვეს. ამბავი, სადაც ყველა ქალი საკმარისია. ისიც, ვინც შოუზე გამოდის და ისიც, ვინც საკუთარ თავს სარკეში ეძებს. რამდენად გამოუვათ, ამას დრო გვიჩვენებს. ჩვენი ეპიზოდი აქ სრულდება. ბოლოსთვის კი გიტოვებთ ჩვენი ულამაზესი და საამაყო მატილდა გვარლიანის გამოსვლას ვიქტორია სიკრეთის შოუზე. მატილდა გვარლიანი არის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქართველი მოდელი, რომელიც ვიქტორია სიკრეთის შოუზე გამოვიდა. მედია მოგეწონათ დღევანდელი ეპიზოდი, მადლობა რომ მიყურეთ.